ვის ყავს ყველაზე ლამაზი ქალი? მე მყავს ყველაზე ლამაზი ქალი. Adam, τι მადლობა. ზვიგენ უკა. ობა. აქ რა ხდება? რა ლამაზი ხარ? ცოტა არ მესმის სამუზეუმში. მაყურებლებს უფრო ესმით ვიდრე ჩვენ გვესმის საკუთარი თავის. ახლა მივდივართ არა მხოლოდ ბალიზე, არამედ სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბიჩ კლუბში და მე რაც მოხდება, რა ვიცი, აზრი არა ვარ ეგეთი ბლოგების გადაღების. რა სექსუალურად შავდება ჩემი სათვალე ნახეთ მზეზე. ხო იყო გამჭირვალე. შეიძლება ვერ გაუცდე ამით, მაგრამ მე მაგრად მისტორდება ყოველ ჯერზე. სადაა გამჭირვალე? აბა გამჭირვალე. მაგრას სწორებს. შენ თუ გასეირნება მოინდომე ბალიზე, აი ეს მონადირეები დაგხვდებიან და არ შეგარჩენენ არც ერთ წამს. Bye. Hello. Georgia, right? Yeah. So for the process check-in, could you please provide me one ID and one bank card with the same name for the booking? Sorry. ხლა მაგარი შემრცვა, აი შემოვედით. ტიპი რაღაცას გვიხსნის და ვერც ერთმა ვერ გავიგეთ რა უნდა. თურმე პასპორტი იყო საჭირო, გამომართვეს და მე მგონი მე დამიბრუნება. So, welcome to beach, guys. Thank you. რო შემოვედით, welcome drink-ი, რომელი ალკოჰოლი გინდათა და ჩვენ მეთქი ალკოჰოლს არ სვავთ და მაშინ ფორთოხლის წვენს დაგისხამთ და კი მადლობა. ზვიგენ უკა. ობა, ლაქშერი ცხოვრებისთვის დავიბადეთ რა. აი ასე რომ ვუყურებდი Fins Beach Club-ზე, YouTube-ზე ვიდეოებს, დიდად არ დამევასა, მაგრამ შეიძლება არ ჩენ დაგევასოს ახლა. კადრიდან რო ნახვა ესე. არა, რეალობაში სულ სხვა ვაიბებია და ძალიან კაია. ჩვენ გვაქვს პრიორიტეტული 6 კაციანი ადგილი, სხვა ნორმალური არ იყო, რას ვნახე და 2 კაცი ვიქნებით 6 კაციან ადგილზე. ვახშენ. არ იყო მეტი თავისუფალი? არა. და ეს ხედი მინდოდა. Thank you. Can we add some of the friends to come to us? Sure, of course. Really? You can add someone to it if you Oh. want to bring with you, okay? ანუ შეიძლება ვიღაცა კიდე დავიმატოთ. აი, ამ ვაუჩერით 3 მილიონი რუპიას საჭმელი და სასმელი შეგვიძლია შევუკვეთოთ. ეს არის 500 ლარი, ხო? თავარია მიკროფონი მუშაობს და თქვენ გესმით. მე ვასება ეს ლაქშერი ცხოვრება და რა ვქენა, გამაგებინა. ასეთი რაღაც გვაჩუქეს, ნახოთ აბა. გავხსენე ახლა და მარაოდევს და მე მგონი SPF-ი, ზისდამცავი. ოკეი, ზისდამცავი და სველი სალფეტკი. მოგწონს? ელისომ არ დააყოვნა და ეგრევე გახსნა SPF-ი. ყველაზე მნიშვნელოვანი კანის მოვლაში არის SPF-ი. ჯერ ამის. მე რო არ ჩამისვია. არ გამიხდია. არიელი ელისო. ლამაზი ხარ. ასე დღეებში უფრო გიყვარო არ. მე მგონი DJ არც თუ ისე ცუდია. მე მგონი. ეს ძალიან იშვიათობაა, რომ კარგი DJ იყოს სასწავლებლებში. მე ორიგინალი მერჩევნია.
ჩემი სტილი არ არის რემიქსები. ეხლა ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ გესმით ელისოსი, მე კიდე არ მესმის. ახლა ვფიქრობ და ვიხსენებ და ვერ ვიხსენებ თან. ასეთი ხმაურიანი დასვენება როდის ქონდა ბოლოს? არ გესმის ხო? როდის ქონდა? 2 წლის წინ ხიდზე წავედით ერთად. Короче, ილის 12-ის ნახევრიდან ვარ თან და ცოტა ტვინი მოგვეთხნა და რომელი საათია? 17:20. 6 საათია. დინამიკი გვიბაგუნებს ტვინში. აი, ადგომა რომ საერთოდ არ გინდა, ისე ვარ ახლა. გაითიშა ტვინი. დღევანდელი ვიდეო სპონსორი არ არის გამოსირებული ტოტალიზატორი, არამედ არის ჩვენი კონტენტის დიდოსტატის კურსი, რომელიც გასწავლის მოკლე ვიდეოების მეშვეობით გაყიდვების გაზრდას სოციალურ ქსელებში. ამ ყავის გარეშე არ წარმომიდგენია ცხოვრება. კაპუჩინო შურეის რძეზე. გაგიმარჯვეთ. მე ბუდადებო. თუ გაქვს ბიზნესი და გინდა გაყიდვების გაზრდა სოციალურ ქსელებში, Instagram-ზე გადადი, ლინკს იხილავ სადმე, ან თუ Instagram-ზე უყურე პირდაპირ მან მომწერე, პირადში სიტყვა კონტენტი. მე კი მყავს მონტაჟისტი, მაგრამ აი, ხანდახან მე მიწევს დამონტაჟება, რომ უსმად დავდო და რაღაცა აი აზრი დავაფიქსირო. ყველაზე მეტად მონტაჟში მეზიზღება ვიდეოს გატიტრვა. აი მესმის რომ მარკეტინგისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ბოლო დროს არც მტიტრავ და მაინც ვარდება ვიდეოები. მაინც აკროლებს ნახოს, მაინც მოყავს გაყიდვები და მე მგონი მალე სულ არ მოგვიწევს ვიდეოს დამონტაჟება, მეგობრებო. იმდენად უშუალო კონტენტი წამოვიდა უკვე მოდაში. და მოკლედ, თავარია გააკეთო, გადაიღო, გამოჩნდე და პირდაპირ ატვირთო როგორც არის თავის შეცდომებით, თავისი ნაკლით და უბრალოდ დაიწყე მოქმედება რა. ანუ ძალიან ბევრი ადგილია. განსხვავებას უბრალოდ ვერ ხედავ ჯერ. ჩვენი არის VIP ადგილები, რომელიც არის ლურჯი, აი ეს. თავისი პრიორიტეტული შესასვლელით და ამბებით და ესეც VIP-ა როგორც ჩანს. Hello. და მე მგონი რა, არაფერი, არზე არა ვარ. ვის ყავს ყველაზე ლამაზი ქალი? მე მყავს ყველაზე ლამაზი ქალი. აქ რა ხდება? რა ლამაზი ხარ, ორღანო. ესეთი ლამაზი face painting. მოდი ანისიც ვაჩვენე. მოგხატეს ეს ლოგოები. ოღონდ ახლა რთული იქნება აუშიც არ შლო, მაგრამ შეიძლება გავაფუჭო და Come. აზიამდე ამის გამოყენების აზრზე არ ვიყავი და ეხლა არა ვარ, მაგრამ უკეთესად. ეს ჩემი რომელია? ჩემი ქათმის ვრეპი. ძალიან ბევრი ბრინჯი აქვს, მაგრამ მე მგონი სული არა.
გამავიწყდა და SPF-ი გადავისვი. მე მგონი უშველა. ისთვის გჭირდება ქმარი. ტელეფონის დასაჭერად. მოვიდა ნიკოშაც. საიდან გაიჩნდა ოქს რა გინდა? ცოტა არ მესმის სამუამებში. მაყურებლებს უფრო ესმით ვიდრე ჩვენ გვესმის საკუთარი თავის. რა გინდა თქვა, რატომ მოხვედი? ოკეანე მომენა და შედალევა. ნიკატამს 8 ფეხას და არ ვიცი ძალიან მაგარია. ესეც საუკეთესო 8 ფეხა არის, აწყილი ჯამია აქამდე. კათამი თუ 8 ფეხა. რა? კათამი თუ 8 ფეხა. 8 ფეხა. რა დაირად ბიჭო? ძალიან გემრიელი აი რო არ გიყვარს მაგიტო ხარ ეგრე თორე. და საიტს სიფუდის გერა. ისე ცუდად არ გამოიყურება. დავა. ვალერია ხო? ჩვენი ნაცნობის ეკო სცენაზე და არც კი ვეცოდი. How are you? იმედია რამე ისმის. ვიღაცას დაბადების დღე აქვს და Короче, ილის 12-ის ნახევრიდან ვარ თან და ცოტა ტვინი მოგვეთხნა რა. რომელი საათია? 17:20. 6 საათია. დინამიკი გვიბაგუნებს ტვინში. მე ფინს ისეთი რეკლამა გავუკეთე დღეს. საერთოდ ერთი თეთრი რატო გადავიხადე ვერ ხვდები ძმაო. Hello. No, thank you. რა ძალიან მაგარი მარკეტინგია. VIP. აკიბებია. პირველთუნარიანი აუდიტორია, ანუ და აი აქ პირდაპირ უფასო სანაპიროზე შეგიძლია გაიარო და რაღაცა შესთავაზო ამ პირველთუნარიან გადახდის უნარიან ხალხს. ძალიან მაგარია. ძალიან კაია. ხოჩო. ის ჩასვაზე ცოტა კიდე ალკოჰოლს. ახლა მაყურებლებს უფრო ესმით შენი ვიდრე მე შენ. კარგია. ეს საერთოდ გავლენა. იქნებ საერთოდ მაგინებს არ ვიცი.
დაიწყო golden hour-ი. ეხლა რაც არ უნდა გადაიღო, ყველაფერი ულამაზესია. დაწყებულია უკვე ეხლა. უკვე მთავრდება. სადღაც 9 საათში და უნდა ჩავიდეთ ეხლა არც თუ ისე სუფთა ოკეანეში. ბავშვობა როგორც ასეთი. რავი, ჯერ გავუშვი. ვიდა cold outreach საკეთებს ტიპებისთვის იღებს ინდივიდუალურ ფილმს ჩათვალე, მაგათ ქვეყანას ხარჯი. იკა, ეს ის საქართველოს და საქართველოს. ელისოს არ უთხრათ, არ იცის თუ რა დამიჯდა ეს კარტობა. 850 ლარი გადავიხადე ზუსტად. 500 ლარიანი ვაუჩერი შედიოდა, მაგრამ ბევრად მეტი გადავიხადე, იმიტომ რომ 500 ლარიან ვაუჩერს აცდა ჩვენი შეკვეთები და 850 ლარად სიამდვილე შეგიძლია ვიეტნამში გაფრინდე, იქ გაერთო, სხვა ქვეყანა ნახო. რავი, ძალიან ძვირი დაჭდა ჩემი აზრით. ერთხელ ნამდვილად ღირდა, ნამდვილად მაგარი beach club-ი იყო, მაგრამ ჩემი აზრით ბევრად ძვირი ღირს, ვიდრე უნდა ღირდეს. შენი აზრით დააფიქსირე კომენტარებში. ღირდა თუ არა ამათ. ალბათ შეამჩნევდი, რომ ეგეთი ვიდეოების გადაღების გარტყმაში არა ვარ, ამიტომაც თუ მოგეწონა და ესეთი ფორმატის გამოძიებასება გინდა ჩემგან, გამაგებინე კომენტარებში, რომ გავითვალისწინო, მოგწონს თუ არა საერთოდ ეს vlog-ი, lifestyle vlog-ი თუ რაც ქვია. ძალიან რთული იყო ჩემთვის ეგეთი ვიდეოს გადაღება და დამონტაჟება, იმიტომ რომ მიჩვეული ვარ ექსპერტულ კონტენტს, რომელიც გაყიდვებზე ორიენტირებული და თუ სასიამოვნო საყურებელი იყო შენთვის, გთხოვ, შენი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.